დენში ვაერთებთ, ნახოთ მისი რეაქცია. ტოვებთ ჩართულ მდგომარეობაში, აი ამ კომენტარის ავტორს მინდა ვუპასუხო და არა მხოლოდ ჯერმა დამიწერა, რომ არ ჭირდება არც ერთ კუთხსახეთ მანქანას გასაღები და მე თქვენ განახებთ განსხვავებას, რომელს ჭირდება და რომელს არ ჭირდება. წარმოდგენილია ორი კუთხსახეთი, ერთი და იგივე ბრენდის, რომელსაც არ ჭირდება თანჩის გასაღები და მეორეს კი ჭირდება. კიდევ ასეთი ძალიან მრავალია და ეს არის ახალი მოდელი. ეს სწორედ ის მოდელია, რომელიც მამას ვაჩუქე. იმდენად მსუბუქად ვისაუბრე, არ მეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოყვებოდა და ეხლა დეტალურად გაგაცნობ. სწორედ აი ამაზე ვსაუბრობ, რომ არ ჭირდება არანაირი გასაღები და ხელით შეგვიძლია უბრალოდ ჩავსვათ და დავაფიქსიროთ. აი ესეც მეტაბოა, რომელსაც მოყვება აი ესეთი გასაღები, სპეციალური. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი. ითით ჩვენ ვუშვებთ და რა თქმა უნდა თავისივე გასაღებით ვაფიქსირებთ დისკს. აი განსხვავებაც რომ მარტივად დაინახოთ ფიქსატორებს, ძალიან მარტივად განასხვავებთ. დამცავზეც აქვს სწრაფჩამკეტი. არ ჭირდება ამას გასაღები და პირდაპირ ჭირდება აი ეს ხელის ჩამოწევით და მეორე მოდელს რაც შეეხება ნახეთ როგორი ჩამკეტი აქვს. ეს უნდა აუცილებლად მოვუშვათ სპეციალურად სახრახლისით. აი ეს. და ჩავსვათ აი ამას ვუჭერთ ისევ სახრახლისით მეგობრებო. ცოტა არასწორად გაიგეთ, რომ ჩართულ მდგომარეობაში კინოპირს დაჭერით გაჩერდება საქმე, არა მეგობრებო, ასე არ არის. ეხლა კი ვისაუბროთ მოდი დამცავ ფუნქციებზე. ნახოთ რას იზავს აი ეს მოდელი ილაგზე ჩართულ მდგომარეობაში. დენში ვაერთებთ, ნახოთ მისი რეაქცია. ტოვებთ ჩართულ მდგომარეობაში, აი. ანუ პირდაპირ იწყებს მუშაობას. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ სახიფათოა, როდესაც დისკი გვიყენია და დენი გამოირთო და დაგვრჩება ჩართულ მდგომარეობაში. აი ეს მოდელი, რომელზეც საუბრობ და მამას ვაჩუქე, ნახოთ რას იზავს იგივე მდგომარეობაში, როდესაც რჩება დენში შეერთებული. ამას რეაქცია არ ქონდა. და ნახეთ, დაიწყო ციმციმი, ეს რატომ? ანუ გვეუბნება, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ, ამიტომ გამოვთავთ ისევ რამოდენიმე წამი დავაცდით და ისევ ჩავთავთ. თუ მაგალითად ჭრის დროს დისკმა გაჭირდა ან არასწორად გადავწიეთ, ამ შემთხვევაში რაც ფუნქცია ერთვება, ავტომატურად ითიშება, რომ დისკი არ გატეხოს და არ გავზიანდეთ მისი ნამტვრევებით. სამწუხაროდ მაგას აქ ვერ დავწესავ. აი ამ მეორე მოდელს ეს ფუნქცია არ აქვს. და ხო აი ამ მოდელს აქვს თერმოსენსორი. თუ მაგალითად გადახურდა აპარატი, იწყებს ციმციმს. არის კიდევ სიჩქარეებით. და ხო შილაკის აპარატი არ მგონია კუთხსახეთი მანქანა.